მატარებდნენ საათ შემდგომ რატო მატარებდნენ? აი ეს გადათვალე, მე ვიხო, მეც არაფერს არ ვითხო, გაიმარჯოს იმას, ნეტმა გამარჯვებულია და ოღონდ ავირჩიოთ, კაცი ისეთი გადაათვლევია, თუ გინდა ნუ შედგება მეორე ტური, ოღონდ გადაითვალოს ხმები და სიმართლე დადგინეს, არა ინტერესებს ქვეყანას სიმართლე, რითი მოდიან, აბა რითი მოდიან. გამოეგზავნათ ეს ამის კორუმპირებული და ეთქვათ, რომ აი ეს კაცი არის თქვენი ის გამგებელი და ჩვენც გავჩნდებოდით, მე არაფერს არ ვიტყოდი. არაფერს არ ვიტყოდით ქვეყანაზე. იქნებოდა ის და შემეგუებოდით. თუ კი მათი არჩეულია ის კაცი. თუ არა გამარჯვებული ეს არის. ეს ყველა თანაიმათო არიცია? კომისიის წევრებმა არიციან, ვინაც გააყალბა რომ ამან გაიმარჯვა? იციან, მაგრამ სიმართლეს არ ამბობენ. ვერ მენსახურებით სიმართლეს და არც იქნება სიმართლე. თუ ამ კაცს არ გაიმარჯვა, დაუბერდი მოვკვდები ისე რომ ჩვენ ქვეყანაში სიმართლე არ ყოფილა და არც იქნება. ნამდვილად ღირსია ეს პიროვნება რომ იყოს ჩვენი რაიონის გამგებელი. ისაკოც ქიფურიშვილი. ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი და ჩვენი სოფლის შვილი. სასამართლო პროცესზე გაირკვა ახალი გარემოება, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ პირდაპირ შეგრემულად არჩევნების შედეგების გაყალბება, პრაქტიკულად აღიარა მდივანმაც და უბნის თავმჯდომარემაც, რომ მათ ოქვის შედეგები გადააკეთეს მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები აღარ იმყოფებოდნენ საერთოდ უბანზე, მიუხედავად იმისა, მოსამართლემ ამ უბნის შედეგები ზალაში დატოვა. აი მინდა ვთქვა, რომ ეს ხაზინის და ბიულეტენების ქურდები ყველა აუცილებლად იქნებიან ერთობლივად გასამართლებულები და ეს იქნება ძალიან მალე. რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ. არ ველოდით სასამართლოდან რა თქმა უნდა ესეთ გადაწყვეტილებას ველოდით რომ ერთმანეთზე არიან მიბმულები საოლქო სასამართლო და ფაქტიურად გავასაჩივრთ. ეცდებით რომ კანონიერი გზებით მივახციოთ სამართალს. რას ითხოვდით აი თქვენ რას თვლიდით რომ უბნების გაბათილებას და ალტერნატიულად მოვითხოვეთ გადათვლა და გადათვლაც კი არ დაკმაყოფილა. ფაქტიურად 8 მომხრე ყავდა ამის გადათვლის და ერთმა არ დაუჭირა მხარი და სასამართლოც შეგვეგონა რომ დაკმაყოფილდებოდა და სასამართლომაც არ დააკმაყოფილა.